ქართული ოცნება როცა გელაპარაკება, მათი არგუმენტაცია მთლიანად არის ხოლმე დაფუძნებული იმაზე, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია, რომელიც კი ბატონო, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს რაღაც საიდუმლო ინფორმაცია, რაღაც წყაროებიდან, რომლებიც შეიძლება რიგით მოქალაქეებს არ ჰქონდეთ. მაგრამ მათი ყველა არგუმენტი არის დაფუძნებული იმაზე, რომ მათ რაღაც იციან, ვერ გვეტყვიან რა, მაგრამ ჩვენ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. ასე ამბობდნენ, რომ გახარია, რატო დავნიშნე ცუდი მინისტრი, შენივე აზრით ცუდი მინისტრი პრემიერად. მაგას მე ვერ გეტყვი. ეგრეთ თქვა ირაკლი ყაბახიძე მაშინ. თურმე მეორე ფრონტის გახსნას გთხოვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დასავლეთიდან, ოღონდ მანდაც ვერ გვეუბნებიან დეტალებს, თურმე სიტყვაზე უნდა ვენდოთ და ჩვენ მათი ელემენტარულად არ გვჯერა ამასთან დაკავშირებით. ანუ ყველაფერს რაც ისინი ამბობენ, გლობალური ომის პარტიაზე, deep state-ზე და ასე შემდეგ, არ არის, ანუ არანაირ მტკიცებულებას, არანაირ არგუმენტაციას მათივე მხარდამჭერები უკვე, ხო, რაც იმედის ფლობელ ლაპარაკობს, რომ ესე უბრალოდ სიტყვაზე ვერ გიჯერებთ მაგასთან დაკავშირებით და რაც უფრო დასაბუთება არის საჭირო. ანუ როცა მთელი შენი არგუმენტაცია ამაზე არის დაფუძნებული და როცა მე ზუსტად ვიცი, რომ ერთი, რავი, არ ვიცი, რამდენიმე ათეულჯერ მაინც საჯაროდ გამოხოვდი და მომატყუე, ჯერ ერთს ამბობდი და მერე მეორეს ამბობდი, ჯერ მეუბნებოდი, რომ იცი სალომე გახარია მარგულაშვილი ასე შემდეგ ძალიან მაგრები არიან და მერე ბოდიში მოგატყუე, ძალიან ცუდები ყოფილან და თამე ვიცოდი, რომ ცუდები იყვნენ, მაგრამ იმიტომ დავნიშნე, რომ რაც გლობალური ომის პარტიიდან დამირეკეს და ეს გლობალური ომის პარტია შენივე მოგონილი ამბავი არის და ვერ ამიმტკიცებ, რომ არსებობს. ანუ ეგეთ დროს კომიკური არის, ანუ მთელი მათი არგუმენტაცია არის დაფუძნებული იმაზე, რომ ჩვენ მათ უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ რაღაც ინსაიდერული ინფორმაცია აქვთ.